დობის აღდგენისა და შერიგების შიდა სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მექანიზმები. ამ თემაზე ქორთიერთ მარიოტში მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კონფლიქტების შედეგად დაშორებულ საზოგადოებებს შორის კონტაქტებისა და დობის აღდგენის მიზნით მნიშვნელოვანი ზომების გატარებას, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის შენარჩუნებას. შეხვედრის მონაწილეებმა მნიშვნელოვნად მიიჩნიეს სხვა სამშვიდობო რესურსებთან ერთად სახალხო დიპლომატიის კუთხით მუშაობის გაგრძელება. გამომსვლელებმა ძალიან საინტერესო ინფორმაცია წარმოადგინეს იმის თაობაზე, თუ როგორ იცვლება სრულიად ახალი რეალიები დგება. ეს ეხება განსაკუთრებულად ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს და აქედან გამომდინარე კიდევ უფრო აქტუალური ხდება ყოვლის მომცველი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების სტრატეგიის შექმნა და სწორედ ეს სტრატეგია უნდა დაფუძნებული იყოს ისეთ დებულებებზე, რომლებიც განავითარებს ტრადიციული ისტორიული ქართულ-აფხაზური ძმური ურთიერთობების აღდგენასა და განვითარებას ხელს შეუწყობს. განხილვის მთავარი თემა იყო აფხაზეთის კონფლიქტის ახალი რეალიების გათვალისწინებით კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებთან დაახლოებისა და ურთიერთდობის აღდგენის საკითხებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა. მე მინდა რომ ფლორენცია გადავაქციოთ ახალგაზრდების შეხვედრის ჟენევად. ვინაიდან ფონდი, რომლის ექსპერტიც მე გახლავართ, აქცენტირებული არის ინტერკულტურულ დიალოგზე და ჩემი წინადადება იყო, რომ ფლორენციაში პირველად შემდგარიყო კონფლიქტური რეგიონების სტუდენტების შეხვედრა და იქ შეხვედრის სამუშაო სლოგანი გახლავთ ესეთი: რა გვაახლოებს და რა გვაშორებს. აქედან გამომდინარე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მონაწილეების მომზადებას აი ამ ხრივ და გარდა ამისა მათი ხელმძღვანელების განწყობას. იმიტომ რომ ეს არის უკვე პოლიტიკური, დიპლომატიური, მაგრამ ახალგაზრდული შეხვედრა, რომელსაც ექნება უდიდესი დატვირთვა. შეხვედრის ბოლოს ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა აპარატისა და ცხუმ აფხაზეთის აკადემიასთან არსებული პოლიტიკური კონფლიქტებისა და მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის ახალგაზრდული სასწავლო ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. თავარი მიზანი ამ ცენტრისა იქნება ახალგაზრდა კადრების ლიდერების აღზრდა, დემოკრატიული საწყისების ჩამოყალიბებაში მათი მონაწილეობა და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა პროცესში. მათ განზრახვა რომ მოძებნონ გზები თავის თანატოლებთან აფხაზეთში და ეს იმდენად შესაძლებელია, რამე თუ ისინი არ არიან დატვირთული ჩვენი შეცდომებით, ჩვენი წარსულით. ამიტომ ახალგაზრდა ძალით ჩართვა ამ პროცესში ცუდი არ არის. მით უმეტეს ამას ხელს უწყობს ხელისუფლება, ხელს უწყობს ის სტრუქტურები, რომლებიც ჩართული არიან იგივე საგარეო საქმეთა სამინისტრო, შერიგების სამინისტრო. დღევანდელ ღონისძიებას ესწრებიან როგორც სამთავრობო, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მას ესწრებიან ახალგაზრდები, რომლებიც ახალი სასწავლო ცენტრის მსმენელები გახდებიან. ეს ახალგაზრდები არიან სრულიად საქართველოს მასშტაბით ძალიან აქტიურები, პოლიტიკური კარიერის მქონე სტუდენტები, ალბათ რეკომენდაციებსაც მისცემენ მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას იმისათვის, რა უნდა გაკეთდეს ნდობის აღდგენისა და შერიგებისათვის და რომ რამდენად მნიშვნელოვანია შიდა სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მექანიზმების კომპლექსურად განხილვა. ჩვენ ვეძებთ შერიგების გზებს აფხაზებსა და ქართველებს შორის. ამიტომ უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვცდილობთ მთელი ყურადღება გადავიტანოთ ახალგაზრდობაზე. ჩვენ საშუალება მოგვეცა ჩვენი აზრი დაგვეფიქსირებინა ზოგადად ამ კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით, თუ რა როლი გვაკისრია ჩვენ და ზოგადად მოზარდების და ასე ვთქვათ ჩვენი თაობის როლი კონფლიქტების მოგვარებაში. ჩვენი ხედვა ამ კუთხით არის ძალიან მრავალფეროვანი. იქიდან გამომდინარე, ჩვენ მომავალში უკვე ამ ცენტრის საშუალებით, ამ ახალგაზრდული ცენტრის საშუალებით ვაპირებთ გარკვეული პროექტების განხორციელებას, რომელიც ორიენტირებული იქნება პირველ რიგში ჩვენი როგორც მოზარდების ერთმანეთთან დაკავშირებას.